მე რასაც უყურებ ახლა ამჟამინდელ ჩვენს პოლიტიკურ კლასში, შენ თუ რაღაცა კორუფციული სქემების მოწყობას არ ცდილობ, შენ თუ რაღაცა შენთვის ზედმეტი თანხის მოძიებას არ ცდილობ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, ნუ სულელი ყოფილხარ. ისინი უყურებენ ამას ასე, რომ მოგეცა შანსი, სადღაც შეძვერი, რაღაც თანამდებობაზე დაჯექი და სულელი ხომ არა ხარ კაცო, რომ ამ შანსს ხელიდან გაუშვე. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ? ეგ ხალხი ჩვენ საუბარს მიიჩნევს როგორც სიშტერეს. როგორ შეიძლება შენ ახლა მინისტრი იყო, ან სუსის ხელმძღვანელი იყო და ეს შესაძლებლობა, ეს ინსტრუმენტები არ გამოიყენო პირადი გამდიდრებისთვის. შტერი ხომ არა ხარ, გიჟი ხომ არა ხარ. აი ეგრე უყურებენ, ეგრე აფასებენ. მათი ეს მორალური კომპასი განსხვავებულია, სხვა მიმართულებას, სხვა გეზს ირჩევს. რა თვისებებით არის გამორჩეული ქვეყნის მართველი და ქვეყნის პოლიტიკური კლასი, მაგას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შენ ვაჭრებს თუ დანიშნავ სახელმწიფო თანამდებობებზე, პოლიტიკურ ელიტად შენ თუ ვაჭრებს აირჩევ, შესაბამისი ქვეყანაც გექნება. ყველაფერს გაყიდიან და პირადი კეთილდღეობა იქნება პრიორიტეტი. მე ამას ცოტა ფართო მასშტაბით უყურებ და ვგრძნობ, რომ სისტემა კი არ შეიცვალა, კაცო. მიდგომა კი არ შეიცვალა. უბრალოდ ერთს უთხრეს, რომ შენ ახლა რაღაც ზედმეტი გააკეთე და სხვა დაჯდა მის ადგილას. და არც შეიცვლება, იმიტომ რომ კლასი არ შეცვლილა. იგივე კლასია, იგივე ხალხია, იგივე ინტერესებია, იგივე მორალია.